ბულვარის მთავარ შესასვლელთან და სანაპიროზე სუვენირებით ვაჭრობა აიკრძალა. მოვაჭრეების თქმით, ცოტა ხნის წინ გამართულ აუქციონში მონაწილეობა მაღალი გადასახადის გამო ნაწილმა ვერ მიიღო, ნაწილი კი აუქციონს ამავე მიზეზით მალევე გამოეთიშა. თვითმმართველობა მოვაჭრეების განცხადებებს ინდივიდუალურად სწავლობს, სამი განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა. სხვებთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერიის შესაბამისი სამსახური 10 დღეში გახდება ცნობილი. მეტი არაფერი არ გვაქვს შემოსავალი. და ამიტომ ვიცხოვეთ დახმარება. სუვენირებით მოვაჭრეები ქალაქის თვითმმართველობას მიმართავენ და გარე ვაჭრობისთვის ბულვართან გამსახურდიასა და გოგებაშვილის ქუჩებზე ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ. ყვებიან, რომ აკრძალვის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს. მათივე ინფორმაციით სავაჭრო დახლების ტერიტორიიდან გატანაც მათთან შეუთანხმებლად მოხდა. საღამოს დავკეტე ყველაფერი ჩავალაგიში, ყველაფერი დავკეტე და წავედი სახში. დილას მომედი რომ მაგიდა აღარ დაგხვდა. ეს სუვენირებია. ბაზარი ხომ არ გვაქვს გამოტანილი, შიბინძურე იყოს და რაღაცა იყოს. 4 დღის უკან მოვიდა, 2-3 გვალი ვეტერინარმა სათვალეზე ვაჭრობ და ალაგეო და მე საწევიდე რომ ავალაგო ახალგაზრდა ბიჭი ვარ მე მოვიპარო თუ რა ვქნა მე და არ მაინტერესებს რომ ადის სიგეთ 15 მეტრს იღებს სურათებს. მოდის პოსტით სახში ჯარიმა 500 ლარიანი პირველად. მცირე მეწარმეების განცხადებით ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მაღალი გადასახადის გამო ვერ მიიღეს, ნაწილი კი ამავე მიზეზით, როგორც თავად განმარტავენ, ელექტრონულ აუქციონს მალევე გამოეთიშა. გვეუბნებიან იმას, რომ არ შეიძლება მუშაობა და შემდეგში იქნება აუქციონი, მიიღეს მონაწილეობა და მოიგეთ და იმუშავეთ. აუქციონები 1 მეტრო ადგილი 10000 ლარზე ავიდა და 10000 ლარი რომ მქონდეს ხელში, მაშინ საერთოდ არ წავალ იქ რა მინდა სიცხეში, წვიმაში გარეთ ვარ. დღემდე ქალაქის თვითმმართველობა სუვენირებით გარე ვაჭრობაზე ნებართვა 30-დან მხოლოდ 3 მეწარმეზე აქვს გაცემული. სულიკო გოგრაჭაძე ამბობს, რომ განცხადება მერიამ რამდენიმე დღეში დაუკმაყოფილა. ამერიკასა მაცნობეს რომ გაიტანეთ განაცხადი, თქვენი განაცხადი დადებითია და გამოვედი და დავჭექი და მე არავინ შემხედია. 5 აპრილიდან 5 სექტემბრამდე მაქვს შეგრულება. გადასახადი მაქვს კვადრატზე 6 ლარი. მერიაში ამბობენ, რომ 3 მეწარმეს ვაჭრობის უფლება სოციალური მდგომარეობისა და ერთ-ერთი მოვაჭრის საკუთარი ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციის გამო მიეცა. რაც შეეხება გამსახურდიას ქუჩას, ტიტე არიშიძე ამბობს, რომ გარე ვაჭრობის გამო აღნიშნულ ქუჩაზე ტროტუარი იხერგებოდა, რის გამოც მათ ალტერნატიული ფარცი შესთავაზეს. არიშიძის თქმით, თვითმმართველობა დარჩენილი 27 მეწარმის განცხადებას კომპლექსურად განიხილავს. თვითმმართველობის პოზიცია ზოგადად რომ გამოეყოთ რა თქმა უნდა ამ პიროვნებებს, ამ მეწარმეებს უნდა გამოეყოთ ადგილი, რომ ივაჭრონ და დაკავდნენ გარე ვაჭრობით. ესეთ ადგილად მივიჩნიეთ ტურიზმის, ესე ვთქვათ, გამორჩეულ ადგილად 6 მაისის პარკის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს. მცირე მეწარმეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვაჭრობის თვითნებურად გაგრძელებას გეგმავენ.